ხო, მე რატო ვარ კარგი? იმიტომ რომ შურაფაღავა იყო ბებია შენი. მახსოვს მე წლების წინ შენ ამბობდი რომ პრედიაბეტი მაქვს და მე ეს პრედიაბეტი გადავიდა მეორე ტიპის დიაბეტში. მე მაგალითად ნახეთ, მეორე ქრონიკული დაავადება რაც მაქვს ეს არის ხერხემლის თიაქარი. ქართველობა ზოგადად ძნელია, ხო, ძალიან ბევრი ცდუნებაა. რამდენჯერ ხომ მოგისმენია რომ ადამიანს უთხრეს რომ სიმსივნე გაქვს და აღმოჩნდა რომ ფილტვის ისაა განთება. მოგესალმებით მეგობრებო, პანამის არხიდან. მოკლედ არ დაგავიწყდეთ პანამის არხის გამოწერა. კვლავ ვიწყებთ მორიგ ეპიზოდს ჩვენი პოდკასტისა, ოთარი ექიმო და როგორც შევთანხმდით თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა, ყოველ დაუშვათ თვეში ერთხელ, მოდი ასე დავარქვათ, გარდა პროფესიონალი ექიმებისა, ჩვენ ვიწვევთ ხალხს, რომელიც ცნობილია თავისი მოღვაწეობით, არასამედიცინო სამსახიობო, ჟურნალისტური, საესტრადო და ასე შემდეგ, მოკლედ საზოგადოებისთვის ცნობილ და საყვარელ ხალხს და მათ ველაპარაკებით მედიცინაზე, მათ გამოცდილებაზე, რა დაავადებები გადაუტანიათ, რომელი ექიმის ეშინიათ ყველაზე ძალიან, ზოგს ცოლი ყავს ექიმი, შეიძლება ცოლისაც ეშინოდეს, ხო, სწორედ ასეთი სტუმარი მყავს დღეს და მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი დიდი ხნის მეგობარი და კოლეგა ჩემი ჟურნალისტიკის დარგში კოლეგა. ოღონდ მე ვარ მისი კოლეგა, ხო, ეს ერის მამაა და მე ისე იქ სადღაცა დავბოჯიალობ ხოლმე, როცა გოდერძი საუბრობს. გოდერძი შარაშია, მოკლედ. დღეს ეჭვი მაქვს, რომ ცოტა მხიარული პოდკასტი გამოგვივა, იმიტომ რომ ჩვენ სვანაირად არ შეგვიძლია. გამარჯობა ბატონო გოდერძი. გამარჯობა. დიდი მადლობა რომ მობრძანდით. პირიქით დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს ექიმი, ოთარი ექიმი კარგია. ხო, ოთარი ექიმო. ოთარი ექიმო. პანამის არხი რატო ქვია არ ვიცი. აი პანამის არხი ხო არსებობს პანამაში. დიდი პანამის არხი. ხო და ასე დავარქვით ჩვენ რომ პანამაში არსებობს, ხო, პანამაშია ხო? ხო, პანამაში, პანამის არხი. ხო, ერაზმ როტერდამელი საიდან იყო? როტერდამიდან. კი ბატონო, ძალიან კარგია, სხვათა შორის რო დამპატიშე, მაყურებელმა ხო რაღაცები დაიცოდეს. ექიმებმა ძალიან ესეთი რთული ტექსტებით ლაპარაკი იცით ხოლმე და ჩემი მეუღლე მაგალითად წლობის განმავლობაში ნელ-ნელა გადმოვიდა რომ გასაგებ ენაზე გვითხრას დაავადებები, წამლები, ტერმინები და რაღაცეები. იმიტომ რომ მე გიწევს რა მითხარით, რა დამინიშნეთ, რა ეგრას ნიშნავს რაღაცეები. და ჩვენ ხა ის თვეში ერთხელ რო მოკავს ადამიანები, უფრო მარტივად დაველაპარაკებ. თქვენ სოდვებზე ვილაპარაკებთ მოკლედ. აჰა, გასაგებია. ხო და თვალი გადავავლე წინა სტუმრებს და უნდა ვთქვა რომ ძალიან კარგი პოდკასტი გაქვთ. ოღონდ მართლა. ვისაც არ დაეზარა, ყველა დაждდა სტუდია გააკეთა და პოდკასტი დაარქვა და რაღაცებს კითხულობენ, მაგრამ შენთან არის ძალიან კარგი რა იცი? აი მაგალითად ჩემი სოფელში მეზობელმა რომ რაღაც და გაიგო ან ყური მოკრა და ან რაღაც ტერმინი არ იცის, ან რაღაც ისინი რა ხო იცი, მითები და რეალობები, ხო? აი ძირითადად ხო მითები ვიცით ჩვენ, იმიტომ ჩვენ ხო მითების ქვეყანა ვართ. ამიტომ აი იმ კითხვებს ვავ მითები რო იმსხრევა მე რომ ეს არ არის ის ისეა და რაღაცა. ამიტომ ამ მითების გასწორებით ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცას ვსწავლობთ. კითხვა არ დაგისვავს ამდენი ვილაპარაკე. ილაპარაკე, მაგითო ხარ მოსული. წარმოგიდგენია, მაგრამ რატო არის ახლა ამ სამედიცინო პოდკასტები და ასეთი გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითად მე მაქვს რაღაც რამდენიმე ქრონიკული დაავადება და ხშირად რაღაცებს ვკითხულობ. გარდა იმისა, რომ ხა მე გამიმართლა რომ მე ოჯახში ექიმი მყავს, ირგვლივ ექიმები არიან, ოჯახში ბევრი მყავს და ამიტომ მარტივად რაღაცეებს ვკითხულობ. არა მარტო ოჯახში, დიდი მადლობა. ხო, მეგობრები და ასე შემდეგ. მეგობარის ოჯახია. კი ბატონო. ხო და იმდენ ერთმანეთისგან აცდენილ ინფორმაციას გაიგებ, რომ მაგალითად წაკითხულს ამბობ? წაკითხული და აი ბლოგერები და პოდკასტები. აი მაგალითად რომელიღაცა ამასინად პოდკასტში მოწვეული იყო სტუმარი, რომელსაც ჰქონდა სტატუსი კვების კონსულტანტი. თქვა რომ 5 წლიანი გამოცდილება აქვს, კვების კონსულტანტი. რო შეხვალ მის გვერდზე რა ვიდეოებიც ვნახე, ანუ მისი 5 წლიანი კონსულტანტობის გამოცდილება ძირითადად თურმე რას ეყრდნობა, იცი? უცხოენოვან ან რუსულენოვან ბლოგერებით გადათარგმნილი და მე ქართულად გაკეთებული. ანუ სულ ეს არის მისი ანუ გამოცდილება, გესმის? ანუ ის რასაც ვიღაცა რუსი ან უცხოელი ვიღაც წერენ და ესენი მიდიან და თარგმნიან. რუსიც უცხოელია, გოდერძი. ხო, რუსიც უცხოელია, მაგას ვამბობ. ანუ თარგმნიან და ეს არის
გამოცდილება ეს როგორ შეიძლება? კვების კონსულტანტი ქვია, აი რო შეხვალ ხა 100-დან 90-ს. ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ მაგალითად ზოგი მე მაგალითად მაქვს დიაბეტი და კვება აუცილებელია ჩემთან, ხო, რეჟიმი დაიცვას. მაგალითად ვიღაცა გეუბნება, რომ აპაპაპაპაპაპ 6-ის მერე არაფრით ჭამა არ შეიძლება, იმიტომ რომ მერე კუჭნაწლავი ვიღაცა გეუბნება. ძილამდე 2 საათით ადრე შეგიძლია. მე მაქვს 5 წლიანი გამოცდილება და ახ რომელს დაუჯერო? მე კი ვიცი რომელს დაუჯერო, იმიტომ რომ მყავს მეგობრები და ოჯახი ექიმების, მაგრამ ვისაც არ აყავს, ვიღაცა ამას რო უსმენს, რომელიც დაუჯეროს ახლა 6-ზე ჭამოს ბოლოს თუ 12-ზე თუ იძინებს 2 საათით ადრე 10-ზე ჭამოს. წყალის დალევაზე ვიღაცა ზის წყლის დალევა ესე არ არის 9 საათით ადრე ჭამამდე და 9 საათის მერე. არა და ხო ასე ვიცით, ვიღაცა გეუბნება. უნდა ჭამო პირველ საათსა დალიო პირველ საათსა და 10 წუთზე, მერე 3-9-ზე, მერე 6 საათსა და 20 თუ მომწყურდა მანამდე, თუ მომწყურდა ეგება ხო ამ ზაფხულში, ანუ დაუშვათ, ეგება უფრო ჩქარჩქარა მწყურდება. ანუ შენ წარმოგიდგენია, ანუ რა არის სოციალურ ქსელებში და ამიტომ ჩემი სათავადაზნაურო სახლის და დაახლოებული თავადაზნაურების გლეხობის და მშრომელთა სახელით მადლობას გიხდით ამ გადაცემისთვის. რამდენი ლაპარაკი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. შენ ახლა მომისმინე, როგორც ნამდვილ რამდენიმე ქრონიკული დაავადება მაქვს, მაგაზე უნდა ვისაუბროთ. ხო, აბარა. მაგრამ პირველს ესე შეგეკითხები, აი მაგალითად მყავდა სტუმრად წინა გადაცემაში ასევე მეგრელი. დიახ. გიგასორდია, რომელიც გასტროენტეროლოგია, მასაც დაუსვი ეს შეკითხვა სხვათა შორის და როგორც ნამდვილ მეგრელს კუჭი არ გაწუხებს? თუ არ არის ეს თუ მითია რომ მეგრელები ცხარეს ჭამენ და ამიტომ ყველას გასტრიტი აქვს. ახლა მომისმინე? სამეგრელოში თუ დაბადებულია, მას რეზისტენტობა აქვს უკვე აქვს ცხარეზე. ანუ სადაც არ უნდა წავიდეს, სადაც არ უნდა ცხარე ჭამოს, არ ეცხარება, ასე ვთქვათ. გასაგებია. გესმის? ჩვენ რეზისტენტობა გვაქვს. რეზისტენტობა რას ნიშნავს? როდესაც ბავშვობიდან საჭმელს ჭამ ისე და წიწაკა აქვს და გვერდზე კიდე 3 წიწაკა უნდა მიაყოლო, ანუ კუჭნაწლავი გამომუშავებული აქვს, ხო, მომზადებულია. ამიტომ ჩვენ არ გვაწუხებს კუჭნაწლავი. ჩვენ უბრალოდ ჩვენ გვაწუხებს მაგალითად შეიძლება აი წვა გქონდეს დილით, გესმის, სანამ პირველ ჭიქა წყალს დალევ, თუ წინა საღამოს კარგი კუპატი გაქვს ნაჭამი მაგალითად ცხარე, გესმის? და გამოყოლილია. ცოტა მჟავიანობა რაღაც თორე ისე რომ კუჭი გვტკიოდეს რაღაცა არა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა მაინც ჭაობის კუთხიდან ვართ წარმოშობით და ციცაკასაც ამიტომ ჭამდით ჩვენ ეს ისტორიაც ხომ იცი. აბა მოგვიყევი ჩვენ მაყურებელს როგორ ჭაობის ხალხი ჭამდა, იმიტომ რომ იქ ინფექციები იყო, 1000 ის იყო რა ქვია, მწერი, უბედურება, მალარია რაღაცეები და კოლხეთის ჭაობზე ამბობ? კოლხეთის ჭაობზე დიახ და ამიტომაც ეს ციცაკა იყო კარგი, ასე ვთქვათ, ბუნებრივი მედიკამენტი, რომელიც აძლებინებდა ადამიანებს ყოფილიყო ქინა გამიგია მალარიაზე. კოღოანოფილესიც გამიგია. უფრო ფოთის ხარია. კოღოანოფილეს ხო იცი გამბუზიები რომ მოაშენეს. კი. რომ ეს გამბუზია არის თევზი, რომელიც ჭამს. ამ კოღოებს მუსრს ავლებს, ხო და ამ კოღოანოფილეს გადაქონდა მალარია რა და ეს გამბუზიები მოამრავლეს ფოთის მხარეში და ქონდა რაღაც გარკვეული კი. ციცაკა კი ისეთი იმუნიტეტისთვის ძალიან კარგია. ქინა არ დაგილევია არასდროს. დამალევინებდნენ ალბათ ბავშვობაში, რა ვიცი მე. ბებია ჟენია დაგალევინებდა. კი, ქალბატონი ჟენია სართანია. კი. და შურა ფაღავა. ხო, მე რატო ვარ კარგი? იმიტომ რომ შურა ფაღავა იყო ბებია შენი. სხვათა შორის მეორე ბებიაც მეგრელი იყო. ასე გვარი საბაშვილი იყო, მაგრამ წარმოშობით ისენიც აბაშიდან, ჩემი დიდი ბაბუა ორივე მხრიდან აბაშიდან იყო, ერთი სოფელი მარანიდან, ერთი სუჯუნადან, ჩემო ბატონო. ასე რომ ჩვენც ცხარე მეც მიყვარს. გენეტიკას გაუმართლა ძალიან. გამოგვასწორა. როგორც ბებია ჩემი იტყოდა ხოლმე. წელში და მხრებში. გამოგასწორეთ ბებო გენეტიკურათო. კი ბატონო. ხო, კარგი. მოდი შენს დიაბეტს დაუბრუნდეთ. ანუ როდის აი რანაირად და როგორ ანუ რა იყო პირველი სიგნალი, პირველი სიმპტომი? ჯერ მე მახსოვს შენ კარგი ახლა მე და შენ ამდენი ხნის მეგობრობა გვაქვს და მეგობრობაც არის და მეგობრობაც, ხო? დღე გამოშვებით მარტილიდან დაღამებამდე ერთად ავართ, ხო?
და მახსოვს მე წლების წინ შენამოვდი რომ პრედიაბეტი მაქვს და მე ეს პრედიაბეტი გადავიდა მეორე ტიპის დიაბეტში ხო აი მოგვიყევი აი საინტერესოა რა სიმპტომები ქონდა რა არაფერი აი ნახე დაახლოებით 7 წელია არაფერი არ მქონდა ანუ რა ხო არის აი რაღაც ახასიათებს უკვე რო აღმოაჩენ მე რო ყურადღებას აქცევ აი მაგალითად სიმშრალე პირის წყალი გინდება ხო ანუ არაფერი არ მქონდა უბრალოდ როგორი რაღაცა იყო ისი რახან ეკრანზე ვარ სულ ჩვენ ვიცავთ კვებას დიეტები და 1000 რაღაცა და სწორი კვება აუცილებელია დიეტაზე ხშირად ხარ ხოლმე შენ მოხვიდოდი ხოლმე დილის ეთერზე და ვიღაცა ტორც მოიტანდა დაბადების დღეზე ან შენ ძალით მოატანინებდი და მე არ ჭამდი იმიტომ რომ დიეტაზე ვარო ესეთი დღეებიც მახსოვს კი ეხლა ნახე სულ დიეტა რაღაცა პერიოდი 7-8 წლის წინ რაღაცა პერიოდი გადავწყვეტე რომ კაცრი სწორი კვება გამემკაცრებინა ეს ის პერიოდია როდესაც კვების რა ქვია ექიმებთან არ მივსულ არა ენდოკრინოლოგებთან და შემდეგ და დავიწყე სწორი კვება ოღონდ თან გავამკაცრე ცოტა გავიდა რაღაცა პერიოდი და რომ უნდა ავიწონო და ეს კლება არ მაქვს ну კარგი გავაგზელე კიდე ეს სწორი კვება ჩაგეძიები ანუ შენ თვითონ გადაწყვიტე რომ ეს სწორი კვება იყო თუ კონსულტაცია გაიარე კონსულტაცია გავიარე არა ანალიზების და იმის გარეშე ჯერ რომ მოდი აბა ესე ვქნათ რა და მოკლედ თვე გავიდა თვე ნახევარი გავიდა და არ ვიკლებ და ერთხელ ერთ ექიმს ვკითხე რომ მეთქი ესეთი ამბავია და რატო არ ვიკლებ მეთქი როგორ მაინტერესებს ხო და მოდიო რა გავაკეთოთო იციო ანალიზები ჩააბარეო და გადავამოწმოთო სახში რომ მოვედი მეუღლეს რომ ვთხარი მეთქი ესეთი ამბავია თქო და მოდიო პირველ რიგში შაქარი ავიღოთო მაინცო რახან შენო ესო გაწუხებსო რაღაცაო და მივედით ანალიზზე უზმოზე მივედი დილით და კვებამდე უზმოზე პირველი მონაცემი მახსოვს რომ 140 მქონდა პასუხი ხო და იქვე ექიმი ეუბნება ჩემ ცოლს კლინიკაში სადაც მივედით იქ ენდოკრინოლოგია რუხაძეა გვარად ირმა და ეს ექიმი ეუბნება ჩემ ცოლს რომ რუხაძესთან წაიყვანეო და უცებ ვერ გავიგე რა მოხდა ხო და არაფერიო ირმასთანო უნდა მივიდეთო ხო და 2 საათში იქვე წამიყვანეს კარგად ჭამე ტორტიც მივაყოლე მთელი ამბები ყავასდავლი ეტკვილი შევჭამე რომ 2 საათის მერე კვების მერე გადამემოწმებინა და 2 საათის მერე რო გადამემოწმეს მახსოვს რომ მქონდა 220 ხო და ნუ ამით დამიდგინდა რომ ის რომ მე ვერ ვიკლებდი ამდენი ხანი და ჩემს ხეულს ვებრძოდი რა რითი აღარ აღმოჩნდა რომ მაქვს დამიდგინდა პრედიაბეტი ანუ მეორეჯერაც უკვე იცვლებოდა მეორე დილით მაგალითად 135 მქონდა და 190 ჭამის მე და ესე 200-სა და 130 შორის მე -20 30 ერთეული ხო და თქვენს რომ ეს არის პრედიაბეტი ვიცავდი მე დამინიშნეს მედიკამენტიც ვეხმარებოდი წამლით კვებაც უფრო მოვიწესრიგე და ასე მაგრამ ძალიან რთულია მუდმივად კვება აკონტროლო კვება რომ გააკონტროლო მუდმივად რასაც ექიმი გინიშნავს პარალელურად ალბათ ფსიქოლოგთანაც უნდა იარო იმიტომ რომ ძალიან რთულია იმიტომ რომ ხა ქართული სუფრა მე სტუმრიანობა მეგობრებთან მისვლა მეგობრების მოსვლა და სადღაც არ დაარღვიო ასე არ გამოვა მე არ მგონია ვინმე რომელიც ძალიან მკაცრად და სრულყოფილად იცავდეს და არ არღვევდეს. ყოველ შემთხვევაში თუ არღვევ, კი ეს არის რომ მე ცოტას გაამკაცრებ რაღაცა შეამცირებ და დააბალანსებ. ხო და დააბალანსებ. მაგრამ როგორ არის იცით 3-4 წლის მერე ეს მაინც გადადის, ყველასთან გადადის ალბათ დიაბეტში, ჩამოყალიბებულში და ეხლა ვცხოვრობ ასე. მაგალითად უზმოზე შეიძლება მქონდეს თუ წინა საღამოს დავარღვიე ცოტა, ან გვიან შევჭამე. შეიძლება მქონდეს 130, 125, 135-იც. 2 საათიანი კვების შემდეგ შეიძლება მქონდეს 170, 180. ანუ 2 ტიპი დიაბეტი, 2 ტიპის სტანდარტში ვჩდები.
ოღონდ არ ვარ ინსულინ დამოკიდებული, მაგრამ სვამწავლებს დღეში ანუ ორჯერ, სამჯერ. და როგორ მოხდა აი ამ პრედიაბეტის დიაბეტში გადასვლა? შენ ხო აკონტროლებდი და ხო იცავდი ყველაფერს? იცი რა არის, ზოგჯერ ვიცავდი, ზოგჯერ არა. მე ჩვენ დილის რეჟიმი ძალიან რთულია ასე. მაგალითად, როდესაც გაგვიძებიდან პირველი ჭამა ამდენ ხანში უნდა იყოს, მე სტუდიაში საჭმელს ვერ შევჭამ. დილით ვერ ჭამ. ანუ 11 საათამდე 6 საათზე გაგვიძებული 11 საათამდე ვერ ჭამ. აქ უკვე ისედაც დაერღვა რაღაც. მე იქ რო გერღვევა, მე შუაში გერღვევა, მე ბოლოში გერღვევა და რაც არ უნდა კი კალორაჟი თვალო ან რაღაცა დაიცვა 2 საათნახევრიანი, ასე ვთქვათ, შუალედი, მაინც არეული ხარ. მეორე დილით როცა ეთერში არ ვარ, გავიღვიძე ცხაზე შევჭამე და არ არის სულყოფილი მაინც. ანუ მაინც ეს რეჟიმი და გრაფიკი ირევა. მაინც ირევა. აი იცი რა არის დილა ახსენე შენ და ნუ ეხა შენ ბევრი პროექტიდან ხარ, ასე ვთქვათ, ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილი და საყვარელი ადამიანი და საპატივცემო და ისეთი შენააცრს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იგივე იმედის გმირები რო გავიხსენოთ შენი გადაცემა, გრიფით საიდუმლო რო გავიხსენოთ, საუკუნის ელფერი ხო ახლა ძირითადად დილის გადაცემებში ხარ ხო დაკავებული შაბათკვირის დილაშიც ხარ შაბათობით დღეგამოშვებით იმედის დილაში ხარ ხო აი გარდა კვებისა პლუს რა დისკომფორტი მოაქვს შენთვის ამ რეჟიმს კვება გავიგე რომ დილას ვერ საუზმობ და აბსოლუტურად მესმის შენი იმიტომ რომ დილას 6 საათ 7-ის ნახევარზე რომ გამოვდივარ სახლიდან ყავასაც კი ვერ ვსვავ მე სტუდიაში ვსვავ თოლმე ერთად იმ ყავას უშაქროს მაგრამ სადღაც 8 საათამდე ჩვენ ყავას ვერ ვსვავთ ხო და ამ ყავაზეც წინა სტუმარმა მითხრა რომ ასე მთლად უზმოზე ყავის დალევაც მაინდა-მაინც კარგი არ ყოფილა. ერთადერთი რასაც ვახერხებ, ანუ ეგრო ვიცი რომ უზმოზე ყავის დალევა ძალიან ცუდია, როგორც კი დილით ვდგები 6 საათზე და მოვწესრიგდები, აი კარში გასვლის წინ ერთ ჭიქა დიდი ჭიქით ნახევრად თბილ წყალს ვსვამ. ხო ეს მეც გამიგია და ეს ჩვენმა სტუმარმაც თქვა რომ მე ამასინათ უნდა გააღვიძო ორგანიზმი უნდა გააღვიძო და თან ნახე ერთი ინსტაგრამზე მყავს გამოწერილი კიანი კაცია უცხოენოვანი ანუ ესპანელია მე მგონი და სუბტიტრებით ვკითხულობ როგორ რატო გამოვიწერე იცი ვიზუალურად აქვს ძალიან კარგად გაკეთებული და შემხვდა წყლის დალევის დილით დალევის ამბავი და ამბობს რომ მოდი როგორ გავაკეთოთ იცი დილიდან უზმოზე გავრეცხოთ ორგანოები თბილი წყლით ოთახის ტემპერატურას ან გინდათ საღამოს დააყენეთ და ჭიქაში გქონდეთ ან დილით ოდნავ აი ცივსა და თბილს ცხელ შორის რომ მოუშვა 1-2 წუთი აცალე და ეგ წყალი დალია და ვიზუალურად ნახე როგორ ირეცხება კურჭნაწლავი ეს ვიზუალიც ქონდა ხო და სულ მგონია რომ დილით აი პირველი აბაზანას ორგანიზმი იღებს როდესაც ნახევრად თბილ წყალს დავლევ და რომ მიცოდე აი როცა მეუბნები რომ აი რაღაცა თუ ხასიათზე არა ვარ ან რაღაც რა გეძინება რომ ეკითხები ეს იქ წყალი არ დავლიე აჰა აწი მეცოდინები ხო აი როგორც კი ამ წყალს ვსვავ აი მართლა ენერგიაზე ვარ და უფრო კარგად ვარ. აი კუჭნაწლავზეც კი კარგად ვარ იმ მოქმედებს. ამიტომ ამას ვახერხებ და უკვე მე თუ ეს წყალი არ დავლია, აი მე და შენ რომ დილით 8-9 წუთებზე რო ყავას ვსვავთ, იქ ცოტა ეს ყავა მამძიმებს ოდნავ. თუ ის წყალი დავლია და დავასწარი, უფრო კარგად გრძნობ თავს. ამიტომ იმ ექიმმა რო თქვა რომ უზმოზე ყავა ცოტა ძიმეა, სწორია. შენ თავზე გაქვს გამოცდი. შენ თავზე გამოცდი. კარგი, გარდა ყავისა, ნახე ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ამბავი ხდება ჩვენს თავს. ქართველობა ზოგადად ძნელია, ხო? ძალიან ბევრი ცდუნებაა. კი, უამრავი. კარგი გაგებით ცდუნება, რა თქმა უნდა, უამრავი მეგობარი ყავს, ნათესავი ყავს. იქ საღამოს სადღაც დაგპატიჟეს, იქ სადღაც წახვედი, ახლა მსოფლიო ჩემპიონატია, თამაშებია, გვაინტერესებს, ხო? ეხა რა დამაძინებს პირობითად ვამბობ. ჯერ არ შეხვედრილან ერთმანეთს, მაგრამ დიდი შანსია, რომ არგენტინა ბრაზილია შეხვდნენ ერთმანეთს, სადღაც ნახევარფინალში. არგენტინა ბრაზილია. ხო და ეხა ეგ თამაში რო არის, რა დამაძინებს, ხო? გამორიცხულია, როცა ფეხბურთი გიყურს. და ბევრი ამგვარი რამ არისო იქ წიგნია, მეზობელია, შვილია, ამბავია. აი არგი თან შენ როგორ ხარ ნახე ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევის შაბათი, ერთი კვირა. მეორე კვირა ხარ სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი ისე, ხო? შაბათს ცოტა გვიანი ღვიძებ, მაგრამ ნუ მაინც ხო? დასვენების დღეა და გიწევს ადრე გაღვიძება.
აი გარდა ამისა კიდე აი რა მეცვლილებას ატყობ შენ ორგანიზმში, ანუ აი ამ რეჟიმმა, რამდენი წელია უკვე 8 წელია ვართ ხო ამ რეჟიმში. რა შეგიცვალა გარდა კვებისა და გარდა აი ამ ყავის და წყლის დალევისა. სხვათა შორის ეს რეჟიმი თავიდან უფრო ძალიან მიჭირდა, გამიჭირდა. ეხლა არასდროს არ მithქვამს ეს. ეხლა ჩემმა შვილმა იცის როგორ მეწოდებიო დილით ადრე რო გადიხარო, იცის ხოლმე თქვა, მაგრამ მაინც ვერ შევეჩვიე. აი ვერ შევეჩვიე და ის კი არა, აი ვერა მეზარება ან რაღაცა. უბრალოდ ძალიან რთული განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც გამოდიხარ და ამხელა თოვლიედო წელს და გადაცემა მთავრდება და ჯერ კიდევ ბრნელა. ჯერ კიდევ რო ბრნელა. ახლა კიდე არა უშავს აი მაისისთვიდან როცა უკვე ფანჯრებში როცა ვიღვიძებთ შუქია და რაღაცა განწყობას ჩიტების რაღაცა ამბავი. თან მზე როცა ვენერაშია. ხო, თან როცა ვენერას გაახარებს ღმერთი, როგორი მოსიარულია ხოლმე. მზე ვენერაში ეს მიშა ცაგარელმა იცის ხოლმე გილოცავთო. მზე კუროსთან არის დღესო. მზე დღეს კუროსთან არის, კარგი დღე გექნებათ ყველა. კუროსთან წავიდა ვენერა. ხო. ეს ხუბრობით რა თქმა უნდა მოკითხვა ბატონ მიშა ცაგარელს. ხო და ნახე ყველაზე დამანგრეველი ორგანიზმისთვის, აი, რასაც მე ჩემ თავზე გამოსtildeებით და შენც ახლა ბუნებრივია, ეს არის ძილის უკმარისობა. აი, მან დავარმეც. ხო. ეს არის ყველა დაავადების, ყველა გართულების, ყველანაირი ნევროზის ყველაფერს თავი დავანებია. ძალიან. ეხლა რაც შეეხება დაძინება და გაგვიძების ამბავი. როდესაც 6 საათზე უნდა ავდგე და ხშირად არის ხოლმე რომ განსაკუთრებით როცა სიცხეებია და რაღაცა ვერ იძინებ ეხა როცა საკუთარ თავს ვეუბნები რომ ეხა უნდა დაწვე და დაიძინო იმიტომ რომ დილით იმ ღამეს საერთოდ არ დამეძინება აი თავისი თუ დამეძინა კიდე ხო დაგეგმილად ვერ იძინებ 12 საათამდე პირველის ნახევრამდე პირველამდე ვერ ვიძინებ პირველიდან აბა 6-მდე გადათვალე რამდენი საათი დარჩა 5 ყოველ მეორე დღეს რომ 5 საათი გძინავს. და ის 5-იც გძინავს გადამულად? არ გძინავს და რა ვაგვიდგას პირში სულ. ეს არის და ყველაფერი მე აქედან მოდის, რაც არ უნდა მე დაიცვა და დაეწიო რაღაც წამლებით, ამეებით. მე მოსიარულე ვარ, ბევრს დავდივარ. მე მაგალითად იშვიათად რო გამოვტოვო, თორე ყოველ დღე უმეტესად მინიმუმ 10,000 ნაბიჯს დავდივარ. აჰა. ამას სპეციალური პროგრამით ითვლი ხო? ხო, ტელეფონში მაქვს აპლიკაცია გადმოწერილი და აუცილებლად 10 ნაბიჯი, 10,000 ნაბიჯი, რამდენი კილომეტრი? დაახლოებით 6-7 კილომეტრი, 10-11. აი ახლა მაგალითად ჩართული მაქვს დილიდან და გეტყვი რამდენი გავიარე, მოიცა? 1420 ნაბიჯი მაქვს ახლა ჯერ გავლილი. კარგი, ეს გავიგე, მაგრამ შეხედე, როდის ასწრებ ამას? ანუ დილის გადაცემა გაქვს. საღამოს. ლექციები გაქვს. ხო, იქ უამრავი საქმე გაქვს. სადაც უნდა მოასწრო მანქანით ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში. აი ნახე როგორი რაღაცა არის. როგორ გამომიმუშავდა ეს? ხო არის სადღაცა რეგიონში რომ ხარ რო ბრუნდები დაღლილი რო ხარ ნამგზავრი რო ხარ და რო შეხვალ და ტანზე რომ გადაივლებ და აი რო გამოგაფხიზლებს. ხო, აზე მოხვალ. რაც არ უნდა დაღლილი ვიყო. რაც არ უნდა აი ტვირთები, ნაზიდი, რეგიონი გადაღებით. აუცილებლად ცოტა უნდა გავიარო და აი ზუსტად ეგ შხაპია, ეგ გავლა. დაღლილზე უფრო ძალიან კარგია. აი ორგანიზმი რაღაცნაირად ყველაფერი ორგანოები მწყობრში მოდის და მე რო ისა რა ქვია იძინებ არის ძალიან კარგი. ჯერ ეს ერთი საღამოს ჟანგბადის მიღება ოღონდ ჩემმა მტერმა იარა ქუჩის განაპირებზე ისეთი ბოლქვი ისა საბურავების გამონაბოლქვი და ჰაერია კატასტროფა, მაგრამ აი მაგალითად ჩემს უკან იმისი რა ქვია იპოდრომის ტყე არის და იქ დავდივარ და სხვადასხვა ძალიან ბევრი ხალხი დადის და ბავშვებსაც ასე ირნებენ. სიარული მშველის, წყალი მშველის, მე წყლის მსმელი ვარ, ბევრ წყალს ვსვამ. არა დიაბეტის გამო, ისედაც აი ზოგადად ვსვავ ბევრ წყალს. აი დიაბეტის გამო თუ გავაკონტროლე, ვერ გავაკონტროლე და გამექცა მაგალითად ახალწლებზე რო გამექცა. მაგალითად როგორ ხვდები სანამ გავიზომა, ხვდები რომ ცოტა ვერ გავაკონტროლე, მაგალითად ღამე ამაყენებს წყლის დასალევად კი შარტზე დაუშვათ გიწევს. ბევრჯერ არა. ეს თუ არის, მაშინ ხო ცოტა წყლის ამბავს მოაგვარებ ბოლო-ბოლო დაიდგავ სააწოლთან და აი მოშარდვის რა მოგახსენო.
წყალსაც არ მინდა შევეჩიო სასტუმალთან წყალს. ანუ ადგომა გინდა მაინც გიჩვენია? ხო, ამიტომ გამოუძინებლობა ძალიან რთულია, სტრესულია. ეხლა მაგალითად ეს ახალ თაობას უფრო მარტივად გადააქვს და მე აი მე ექიმი რომელსაც გითხარი უსმენ ეუბნება და ამბობს იქ რომ ჯერ ახალგაზრდები ხართ კი კარგია განწყობა გაქვთ ჯანზე ხართ ასეთია მაგრამ წლების მერე იჩენს ის გამოუძინებელი დრო ორგანიზმში თავს ამიტომ ახალგაზრდებმაც თუ გინდათ რომ მეტი პროდუქტიული იყოთ მეტად დაიმახსოვროს ტვინმა გაკვეთილები გამოცდა გაქვს სანერვიულად გამოიძინეთ სულ ესე ყველაფერს ეწყეს გამოიძინეთ წუხელ ხო გამოიძინეთ თუ კარგად გამოიძინეთ თქვენთვის მაქვს ეს ამბავი თუ არ გამოიძინეთ იმას ბოლოში ეუბნება ვინც ვერ გამოიძინეთ ან არ გამოიძინებთ არ მაქვს თქვენთვის კარგი ამბავი და ერთ რაღაცას ეუბნება რა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმმა რომელმაც არ გამოიძინა ჩვენ ეს მუდმივად ეს პრობლემა გვაქვს მაგრამ როგორ არის იცი აქ რეზისტენტული ვერ იქნები იმიტომ რომ ორგანიზმი მე მაგალითად ნახეთ მეორე ქრონიკული დაავადება რაც მაქვს ეს არის ხერხემლის თიაქარი რომელსაც ხო ვერაფერს ვერ უზავ მუდმივად ამაზე ხა წამლებს არ ვსვავ მედიკამენტებს არ ვსვავ უბრალოდ მძიმეს არ ოპერაციასაც არ იკეთებ არ ვიკეთებ ოპერაციას იმიტომ რომ არ ვარ საოპერაციო აქ ძალიან რამდენი მილიმეტრი გაქვს წლების წინ იყო 6 და ახლა რამდენი არ ვიცი გაიზრდებოდა ახლა რა ვიცი ოსტეოქონდროზით გექნება შენ ოსტეოქონდროზი მაქვს კი ჩამოყალიბებული კისრის და წელზე. მეც მაქვს კისრის ოსტეოქონდროზი. კისრის მაქვს 2 მილიმეტრიანები და იქ 6 იყო და იქნება ახლა 7 რა. ახლა მე და შენ ისეთ ასაკში ვართ რაღაცა იქნება. გვეკუთვნის ასაკით გვეკუთვნის. იმისი არ იყოს ყურში აპლოდისმენტებია ეგო. კი ბატონო. ასე რომ მაგას ძალიან არ ინერვიულო ახლა. მაგრამ საშინელი ტკივილი იცის ისე. და მივაგენი კლინიკას ისეთ კლინიკას აი ფეხზე რომ დგავარ ტკივილები რომ ხო გახსოვ შენ ერთხელ ასე თავდახრილი რომ დავდიოდი სტუდიაში კი გელივით აი მაშინ ასე ბრუნდებოდი ხო კლინიკას არ ვასახელებთ იმიტომ რომ ფული გაქვთ მოსატანი მოიტანთ ფულს და კლინიკასაც იმერე ვიტყვით ხო და კარგი ბიჭები აი როგორ იცი ფეხზე მაყენებენ რასაც ქვია ვიცი მეც ნამყოფი ვარ მანდ ჩვენ გადაღებაზეც ვიყავით მანდ და ხო და ამიტომ ეს არის მაგრამ იცი რა ოპერაცია არ არის გამოსავალი მაინც და მაინც აქ არა გააჩნია გოდერძი ხა ზოგჯერ იმხელა თიაქარი და ისეთი ოპტურაცია ანუ ოპტურაციას მაუხსნი პოპულარულ ენაზე ანუ ნერვის ფესვის ჩაკეტვა ისეთია რომ აი მილი რო გაიჭედება მეგობრებო ხო რო გაიჭედა ეხა რა გაიჭედა ხო რაც არ უნდა ჩაყარო რაც არ უნდა ქნა იმას ხო თუ არ გაასუფთავე ხო გამორიცხულია ხო მისი აი ესე აი ჩაიკეტა ნევრალური ფესვი ანუ ესეთი ღრუ არის საიდანაც ნერვის ფესვი გამოდის და მე ეს ნერვი გამოდის იქიდან და მოყვება მე მთელ ორგანიზმს მაგიტო აი წელის ტკივილის დროს ფეხი როცა გვტკივა ხოლმე იმიტომ რომ იმ ნერვი რომლის საშუალებითაც ინერვაცია ხდება ჩვენი ქვედა კიდურების იმის ფესვი არის ჩაკეტილი წარმოიდგინეთ სულზეწოლაშია და ნუ ასეთ შემთხვევაში ოპერაციის გარდა გამოსავალი არ არის თითებს შვები გლახად და სხვა დროს ეგრე არ გააკეთე ბატონო ნერვი გამოდის და ეს შვება კაცო მე დაბრძანა როგორ ავხსნა ხა აქ არა მაქვს მულიაჟები კარგი მომისინე უკიდურესი გამოსავალია ოპერაცია მაგალითად ჩემ მეუღლემაც გაიკეთა ოპერაცია ხერხემალზე აქვს გაკეთებული უკიდურესია კი ბატონო მაგრამ გამოსავალია კი მაგრამ ჯობია აი ესეთ ვარჯიშები კაი სიმძიმეს არ წევო მეუბნები და არა და სულ რაღაცას აკეთებ სულ რაღაცას საქმიანობ ხან მიწა გადაგაკ ხან ხრეში გადაგაკ ხან რებეცი და ხან რა ვიცი აი ხა გეტყვი წუხელ გუშინ მაგალითად მიწავზიდე აგარაგზე და სახში რომ მოვედი მეუღლემ ბ თუ რაღაცა შემადგენლობის რაღაცა ნემსით ვარ დაყუჩებული ბ კომპლექსი და რაღაც კიდე მინარევებით ვარ გაყუჩებული ასე ტარიელი რო გამოვიყურები თუ რაც კი ამირანივით ასე არ არის თქვა ხო გიწევს აქაც გიწევს რაღაცეებზე დათმობა იმ წუთში ისე გაგჭედავს ერთხელ პირველად როდესაც ეს დამემართა როგორ მოხდა იცი ჩემ შემთხვევაში მე ეჭვი მაქვს რომ მიზეზი ეს იყო ერთი პერიოდი რაღაც მოვიჩლაჩე ხო და წავედი ლაგუნავერეზე და კარი გავაღე და უთხარი რამე მავარჯიშეთ ვინმე ხო და ერთი ძალიან კარგი კაცი ადგა და მითხრა რომ მოდი აქო ბატონზე ხტომას გასავლის უგინდაო ხო და გაიმეთქი ხო და წავედი მასავლა ჯერ მაკოტრიალებდა ასე მე უკან მე რომ მომამზადა რაღაცები და ერთხელაც ბატონზე დამაყენა ავხდი სალტო მასავლა რაღაცები და 1-3-4 თვე ვიარე მე ცოტა გავთამამდი ხო ხდები და ერთხელაც რო არ მოვიდა
მე თვითონ ხო იცი გარბენით რომ რაღაც დანადგარზე რომ და დაახტე და გადაკოტრიალდე. ეს გავაკეთე მე თვითონ. სანამ მასწავლებელი მოვიდო. რო ავხტი და დავხტი ფეხებზე, ვეღარ გავიმართე. ბატუტზე? ბატუტიდან არა. უკვე მატრასზე რო გადმოხტი. რო გადმოხტი მატრასზე, ვეღარ გავხტი ფეხდა. მე უკვე ეს არ მithქვია, იმიტომ რომ მასწავლებლის გარეშე გავაკეთე და დავმალე და არ თქვი. მეორე მესამე მისვლაზე უკვე რაღაც აი სალტოების დროს რო გამოვდიოდი, წოდა წელი მткиოდა და რაღაც პერიოდის მერე შევწყვიტე სიარული. ხო და მე მივხვდი რომ რაღაცა 1-2 თვის მერე აი როცა თავი დავანებე იქ ამ ხტომას და იმას მანქანა გავაჩერე სამსახურში დილით მოვედი მანქანიდან რა პოზაშიც გადმოდიხარ გამართული ხო არ გადმოდიხარ კარი მივხურე და ვერ გავსწორდი და დაცვას მოდი გავასწორე ასაკით არ მეკუთვნოდა ჯერ კიდევ ჯერ არ მეკუთვნოდა ახლა უკვე არ არის პრობლემა მე გამასწორე და მოვიდა დაცვა გამასწორეს გამომასწორეს გამფერხეს გამომფერხეს მოგიყვანეს ეთერში დამსვეს იქედანვე წავედი კლინიკა იმაში გადავიღე MRT და აღმოჩნდა რომ მქონდა თიაქარი ახლა სწორი ეჭვი მაქვს თუ არა რომ იქ დავხდი რაღაცა სავარაუდოდ იქ ნერვის ამბავი იყო და იქ როგორც ახსენი წეღან გამოიბერა ეს და ხო მაგრამ როგორ არის იცი არც იქეთ მიდის არც აქეთ მიდის შეიძლება გადიდდა მაგრამ ეგ არის ინდივიდუალური ძალიან ხო ვიღაცა იშვიათი შემთხვევაა რომ თიაქარი გაიწოვოს ანუ არა საწავა ის არსად არ წავა ვერსად ვერ წავა შეიძლება ანატომიურ ფარგლებში ხო მოექცეს დააბრუნდეს ხო ან იკლოს ზეწოლა ანუ თორე თიაქარს რა გააქრობს ეს ხო ხრტილია მოდი აუხსნათ ჩვენს მაყურებელს მოკლედ ჩვენი ხერხემალი რო დრეკადია და ელასტიურია ძვირფასო მეგობრებო ეს არის აი მალთაშუა ხრტილის დამსახურება რომელიც მალებს შორის არის და აი მალაზე არის და ამაში არის ხრტილი და ეს ამორტიზაციას უწყობს ხელს ჩვენი ხერხემლის რომ მოძრაობთ გადავიხრებით და აი ეს თიაქარი არის რომ ეს ხრტილი თავის ნორმალურ ანატომიურ საზღვრებს ცდება და უკვე მიმდებარე სტრუქტურებზე იწყებს ზეწოლას მაგალითად დურალურ პარკზე ნევრალურ ფესვზე რაც უკვე აგიხსენით გოდერძის რო არ მოეწონა ჩემი ახსნის მეთოდი და მოკლედ აი ეს არის მალთაშუა თიაქარი ხერხემლის ხო ეს ისეთი ახსნა განმარტებისთვის პოპულარულ ენაზე ახლა ნახე კიდე რა არის მთავარი კაი წელი გტყივა დაუშვათ ვერ ვიკლებდით ძალიან მნიშვნელოვანია და ამ გასეთმა გადაცემებმა და თქვენ უნდა ურჩიოთ ადამიანებს და ესეც აუხსნათ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად მოხვედრა ექიმთან. რა თქმა უნდა, სწორ გზაზე დაყენება პაციენტის. ხო. და ეხლა ნახე, როგორ მოვხვდეთ ექიმთან. ძალიან ხშირად ექიმი აი ხო გინახავს ჩვენთანაც ეხლა სტუდიაში რომ მოდიან რომ პაციენტი მისი პაციენტი იყო და გაუშვეს სხვა ექიმთან. და სანამ სწორ ექიმთან მოხვდება, ანუ დიაგნოზის ვიც გაუსწორებს და დაეხმარება. მანამდე უნდა მოიაროს 9000 ექიმი. ეს ხო ფინანსებია, ეს პრობლემა, ესეც ძალიან დრო, ნერვები, ენერგია, რა თქმა უნდა. რამდენჯერ ხო მოგისმენია რომ ადამიანს უთხრეს რომ სიმსივნე გაქვს და აღმოჩნდა რომ ფილტვის ისაა განთება. ხო ყოფილა ასეთი შემთხვევა. ჩემ გარშემოც საახლობლოში ყოფილა. ხო. კი, ამიტომ ის პაციენტი, რომელიც ახლა ჩვენ გვიყურებს, ხო ყველა დედაქალაქში არ ცხოვრობს და ყველა დიდ ქალაქში არ ცხოვრობს, აი ვიღაცა სოფელში რო ცხოვრობს და რო ატკივდა რაღაცა ფილტვი და ხველა რო აქვს. ვინ უნდა ურჩიოს რომ მივიდეს კარგ ექიმთან? ხომ უნდა ურჩიოს მაგალითად ოჯახის ექიმმა ან დაზღვევაში. თუ სიტყვიერად ვიტყვით, ხო სწორად მივდივარ ეხლა ნახე, ოჯახის ექიმმა ურჩია იქ, იმან ურჩია იქ, გამოჩნდა და თითქოს ყველაფერი კარგად უნდა იყოს, მაგრამ სიმსივნე უთხრეს და საბოლოოდ აღმოჩნდა რომ სიმსივნეზე უმკურნალეს და აღმოჩნდა ფილტვის ანთება აქვს. სადღაც ვიღაცასთან არ მოხდა სწორად. ვინ აკონტროლებს აი ამას? ვიღაცამ ხომ უნდა გააკონტროლოს სანამ ცუდი შედეგამდე არ მივა. ხო? მეორე, კვების კონსულტანტზე რო ვილაპარაკე. ვინ უნდა გააკონტროლოს ქვეყანაში რომ ყველა 90 ვინც რაღაცაში არ შედგა კვების ის რო არის, რა ქვია, კონსულტანტი. ამ სტატუსებს ვინ იძლევა? ეგ როგორ შეიძლება? ვიღაცა წავა და კონსულტანტს უსმენს და ამასობაში გაექცა დიაბეტიც, ისიც რანაირად შეიძლება. მეტიც მე მაგალითად აბსოლუტურად
სხვადასხვა კვება დამინიშნა ნუტრიციოლოგმა და სხვა კვება დამინიშნა ენდოკრინოლოგმა. გესმის? და მე ორივე რომ შევაჯერეთ, მივიღეთ ძალიან კარგი, ესე უფრო კარგი შედეგი მივიღეთ. კომპლექსურად ჭამე, ანუ. იმიტომ აბსოლუტურად სხვადასხვა პროფესიაა მგონია. ხო, ნუტრიციოლოგიას სხვა დარგია. ენდოკრინოლოგიისგან მომდინარეობს. კი, მაგრამ ის ძალიან დეტალურია ნუტრიციოლოგია. ვიტრო და ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სპეციალობა. ამ ამას ვამბობ, არ შეიძლება ყველას კონსულტანტი ერქვას, არ შეიძლება ყველამ რაღაცა დაამთავროს და უცებ ექიმი გახდეს. ანუ ესეც სერიოზული პრობლემაა. არა, ეს პრობლემაა ზოგადად ინტერნეტში ამოკითხულით, მოსმენილით მე გეთანხმები, აბსოლუტურად გეთანხმები, ზოგადად. იმიტომ რომ მე შენთან რომ პაციენტი მოდის ასეთი კონსულტანტ დარქმეულის კონსულტაციით, მე უკვე ხშირად დაგვიანებულია და უფრო გირთულდება ჯამთელობა დაუბრუნო პაციენტს. დაგვიანებულია არასწორი მედიკამენტით, არასწორი მკურნალობით, არასწორი ამით, იმით და ამიტომ დგება მე ძალიან ცუდი შედეგები ხშირად. აი, მე ვიტყვი ახლა რომ Eyeline-ია ჩვენი სპონსორი. კარგი უკნია თუ თვალის კლინიკა Eyeline, დიახ. მისი დამსახურებაა რომ ეს პოდკასტი არსებობს, Eyeline, სადაც შეგიძლიათ აბსოლუტურად უპრობლემოდ მოიხსნათ სათვალე და არა მარტო სათვალე მოიხსნათ, ბევრი სხვა პრობლემა მოიგვაროთ ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე. კი ბატონო, მეცაც გეტყვი. ამ მაგიდას ძალიან მოუხდებოდა კარგი წყალი, კარგი არაგაზირებული სასმელები და აგე 1000 კომპანია არის და უკეთესისაც აიღებენ თავიანთ პროდუქტებს, მოიტანა მაგერ. კარგი, აბა შენ პულსის გაზომვა ხო იცი? პულსის გაზომვა კი ასე. აბა მე გამიზომე და მითხარი რამდენი მაქვს. ის არ ვიცი. მან ხო ისა რა ქვია, უნდა ისა წამობრივ ის უნდა რიტმის უნდა იცოდე და ესეც უნდა თვალო და ეხა ორს ერთად ვერ ვიტყვი მე. მე ჩემ თავზე ვიცი, აჩქარებული, ეგ შემიძლია გითხრა, აჩქარებული და. ხო, მითხარი ახლა აჩქარებული მაქვს. ვიცა. ცერათითით არ უნდა ქნა. ვიცა. ხო, ცოტა აჩქარებული გაქვს. ნერვიულო ფეთყობა როგორი გამღელა. მაგრამ ესე იცოდე ყოველთვის ჩემგან, ეს არ არის სწორი. ხო, როგორ არის? აი სამითითი. ხო. აი ეს არის სწორი. ჩემი ცოლი ეგრე ამაც მაქვს. სწორი, იმიტომ შენი ცოლი ექიმია. და 5 ვეთი. იმიტომ რომ შენი ცოლი ექიმია, ჩემი ცოლიც ექიმია და შენ არ ახარ ექიმი და აქ რატო იცი? ცერა თიჩი შედარებით დიდი ზომის სიზარღვია ვიდრე ამ თითებში. და შეიძლება აცდენა პულსაცია შეიძლება ერთმანეთს ანუ არ ღელავ ახლა შეიძლება. არ ღელავ არა. განახე? არა, ეს ჩემი პულსია. ხო. ჩემი პულსია. წნევა რამდენი გაქვს? რამდენს ატარებ? წნევა მაქვს. იზომ ხშირად? ხშირად არა, თუ ცოტა კეფაზე რაღაც წვავი გძენიან რაღაცა, ეგრევე გავრბივარ, რომ წნევა გავიზომო, მაგრამ ძირითადად ხა ოსტეოქონდროზის გამოც არის. თუ მაქვს მაქსიმუმ მაქვს წნევა თუ მაქვს მაღალი, აი წამალს რა დროს დავლევ. ეს არის 150, 85-ზე ან 90-ზე, მაგრამ ისე ვატარებ 80-ზე, 120-ზე. 120 120-ზე. 120-ზე არა. 120-ზე. ხო, მეც სადღაც ეგრე ვარ. 140-ზე უკვე თავი მტკივა. ხო, მეც ესე ვარ, უკვე სიგნალი მაქვს. შეიძლება ნორმალური წნევა იყოს სხვა ადამიანის ინდივიდუალურია. მე მყავს მეგობარი, რომელიც მაღალი წლების მატარებელია მუდმივად. მაგალითად რამდენი? 130 აქვს, სიტყვაზე 80. ხო, მაღალი ხა 130. მაგრამ მე 130, 140-ზე უკვე ცუდად. ხო, უკვე მტკივა რაღაც მიბჟუის. გიბჟუის. კარგი, შპილკას ვერ ვიკეთებ. შპილკას ვერ ვიკეთებ? შპილკას. კარგი იყო. კარგი, მოდი აბა მე შენ ახლა გეტყვი სხვადასხვა წამალს. აჰა. არც იმათ აქვთ ფული მოტანილი, მაგრამ ნუ ესეთი თამაშია. და შენ თუ გამოიცნობ რისია ეს წამალი? კარგი. ხო? აი მაგალითად ცერუკალი რისი პრეპარატია? აუ, ცერუკალი რის ღვიძლის? ცერუკალი. ახლოს ხარ. რას აწესრიგებს ცერუკალი? ცერუკალი ბიჭო ვიცი არა და მჟავიანობას. ცერუკალი, აი ძალიან ახლოს ხარ. პერისტალტიკას კუჭნაწლავის აწესრიგებს კუჭნაწლავის პერისტალტიკას. ხო. არეგულირებს, ხო? ხშირად გაიყვანს. გულისრევის შეგრძნების დროსაც ღებულობენ ხოლმე ცერუკალს, კარგი იღებენ. კარგი. იბუპროფენი? წნევა? აპა. არა, იბუპროფენი. როგორ არა? იბუპროფენი. როგორ მარტივ წამლებს მეკითხება. იბუპროფენი არის
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი. ანუ თავის ტკივილის დროს შეგიძლია გამოიყენოს, სახსრების ტკივილის დროს, სიცხის დამწევათაც. ხო, სიცხის დამწევად ვიცნობ უფრო მე. ხო, კაი, და სულ გავამარტივებ, აბა ანალგინი? ანალგინი არის თავის ტკივილის. ციტრამონი? ციტრამონიც. მე ძალიან მშველის ციტრამონი. ციტრამონი. ანალგინზე უფრო ციტრამონი. 20 კაპიკიანი ციტრომონი. დედას გეფიცები, აი. კაპიკი არა, კოლხური თეთრი. არა, ნუ ესე გამოთქვათ ვამბობ რა. კი. 20 კაპიკიანი ასე ქვია ამ კი ბატონო. ციტრამონზე სხვას ვერ ვიტყვი ვერაფერს. მე პარკზე ვიცი 5 კაპიკიანი პარკი მოვეცით მაღაზიაში. აი ეს ციტრომონი, აი კი, რეალმა რეკლამა გამომდის, მაგრამ მე მშველის. კი, მეც. ძალიან მარტივად. კი. ანალგინზე უფრო ციტრამონი. რა კითხო კიდე, რა წამალი კითხო, აბა? კაპტოპრილი? კაპტოპრილი არის 50-50-იანი მშველის მე. წნევაზე, ხო. კი. კი ბატონო. კაი, ეხა ქვეყნებზე შეგეკითხები და აბა თუ მიხვდები აი ამ ქვეყანაში რომელი დაავადებაა პროცენტულად? კაი. უბრალოდ ეს ხო ახლა არ ახარ ვალდებული ეს იცოდე, მეც არ ვიცოდი, ერთ-ერთი და სამედიცინო საიტის მონაცემებია, თორე საით ასე ზეპირად შენ რო გეკითხა ხვალ ჩემთვის, შეიძლება მეც ვერ მეთქვა, ასე რომ ამაში არაფერი არ არის, ასე ვთქვათ, საგანგაშო და დასაზრახი. აბა. აი საქართველოში მაგალითად რითი ვლიდერობთ? დაავადებებით? ხო, აი ლიდერი რომელია? ყუჭნაწლავი ალბათ. კი ბატონო. და სილზარღვები. კი ბატონო. კი, გულსიზრხვთა პრობლემა და თორაკო აბდომინალი. კი, კი, და გასტროენტეროლოგ ჰეპატოლოგიაც, ღვიძლიც არის. აი მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატებში რომელი დაავადებაა ყველაზე გავრცელებული, როგორ გონია? ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხო, აი კონკრეტული ერთი პირდაპირ დაავადება აი უნდა თქვა. ინფექციურია? არა. გულსიზრხვთა. ინფარქტი. ამერიკაში. და ამას უკავშირებენ მკვლევარები იმას, რომ ბევრი ჭარბწონიანი ადამიანი ცხოვრობს fast food-ი და junk food-ი ხო იცი როგორ არის? აი მაგალითად ორჯერ ვარ ამერიკაში ნამყოფი, ყავა არის პირველ რიგში მოთხოვნა დილიდან ეს ხო იცი დიდ ჭიქებში ყავები და ადგილები სადაც შეიძლება ვერ შეხვიდე დიდი ხანი, იმიტომ რომ სულ ადამიანები წავსია, ეს არის ბურგერები და ის უცებ fast food-ები. ხო, და ნუ ეს იწვევს შესაბამისად ჭარბწონას და ჭარბწონის გამო ამიტომ პროცენტულად ყველაზე მეტი დაავადება. აი იაპონია კუჭნაწლავი, იმიტომ ცხარე უყვართ იაპონიაში. არა, უფრო ჩინეთში. წამყვანი რა არის? კუჭნაწლავი არა. ზოგადად აი იაპონიაში ყოფილა ონკოლოგია. მართლა? და ამას უკავშირებენ ტექნოლოგიების განვითარებას, ხო. ძალიან განვითარებულია ყველაფერი და მოკლედ არ ვიცი ეს რამდენად შეესაბამება ახლა სიმართლეს ერთი კონკრეტული კვლევაა, ასე რომ აი მაგალითად ჩინეთი ახსენე შენ. კი. აღარ დაგტანჯავ ახლა. ჩინეთში ყოფილა ინსულტი. ხო, და იმაში რა ქვია, ინდოეთში ყოფილა ტუბერკულოზი. ყველაზე გავრცელებული. ამ ტუბერკულოზს რა იწვევს? ტუბერკულოზის ჩხირი. ჩხირი, ხო? ხო. ანუ ანტისანიტარი რაღაცები. ხო, ალბათ, ხო. ზოგადად ინფექციური დაავადებები ჩინეთში მეთქი ბოდიში ინდოეთში მე მახსოვს რომ აი ჩემ ბავშვობაში მაგალითად ჩემი მშობლები რო იყვნენ წასული და მათი მეგობრები ინდოეთში აქ აცრებს უკეთებდნენ. აცრებს. თქვენ მშობლები კი არა, ბოლო რამდენიმე 10 წლის წინ დაუშვათ კი იყო ეს, რომ აცრებს უკეთებდნენ და ჩემ მეგობრებიც ესე წაიყვანეს, რომ აცრები გაუკეთეს. და ისე წავიდნენ. მაგრამ იქ ხო ინფექციებზე. ხო, ძალიან ბევრი ინფექციური დაავადებაა. კარგი, მე გეტყვით რომ გამოიწერეთ ჩვენი პანამის არხი, დიახ, პანამის არხი, სადაც შეგიძლიათ, არა მარტო იქ არ შეგიძლიათ, მაგრამ იქაც შეგიძლიათ რომ გვიყუროთ და აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ აილაინი, თვალის კლინიკა აილაინი არის ჩვენი სპონსორი, რომელიც
დაგეხმარებათ, რომ უპრობლემოდ დისკომფორტის გარეშე მოიხსნათ სათვალე. ერთი წამით, ახლა რა ამიხსენი, აგერ მე ვარ მაყურებელი შენი და იმ გადაცემებს შენ რომ ჩამიგდე კი ვუყურე, მაგრამ როგორ ავკრიფო, Facebook-ში ავკრიფო პანამის არხი, ასე თუ როგორ YouTube-ზე. YouTube-ზე დაიცა შევიდე ახლა YouTube-ზე. YouTube-ზე შედი და პანამის არხი აკრიფე. აი, შევალ ახლა YouTube-ზე. შევედი. ქართულად ავკრიფო თუ ლათინურად? ქართულად, პანამის არხი. პანამა აკრიფე რა. ავკრიფე პანამა. მე არა მოაგდო? ეს ხარ? ო, ეს ჩემი ერთ-ერთი სტუმარი გიგას ორდია. აი ნახე, გამოწერილია. გამოგიწერე. გამოგიწერე. დიდი მადლობა. ასაკით გეკუთვნო და გამოწერე. შენ რო გამომიწერე, შენ იმდენი მიმდევარი ყავს და იმდენი ეხლა ნახე რეიტინგები და ეხლა შეხედე, წამოვა, მეგრული რეიტინგები წამოვა. კარგი, ხალხურ მედიცინას რამდენად სცემ პატივს და რამდენად გამოგიყენებია ოჯახში, შვილთან მიმართებაში, შენ თავთან მიმართებაში და უშუალოდ მეგობრისთვის გირჩევდია. რა არის იცი? ყველა რეგიონს აქვს მისი რაღაცა ბალახეულით წამლობის კულტურა. სამეგრელოში ეძახდნენ ადრე ბავში ბიჭი რო დაიბადებოდა, რაღაც გოჭის რაღაცის ნაწილში რაღაც ბალახეულებს ურევდნენ თუ რაღაცა შვებოდნენ და ამ წამალს ასმევდნენ პატარა ბიჭებს და საყმაწვილო. საყმაწვილო, ხო, მეც გამიგია. ხო გაგიგია. კი. სადღაცა მარტვილში თუ სადღაც აკეთებდნენ. მე მგონი პაჭკორიას წამალი ხო საყმაწვილოს. პაჭკორია. ხო, ამას არანაირი მედიცინა ხო, ოფიციალური მედიცინა არ ცნობს, მაგრამ ყველას ასმევდნენ პატარა ბიჭებს. მეც დამილევია. პაჭკორია დამილევია ძმაო. ეგ არ ვიცი ზუსტად პაჭკორიაა თუ საყმაწვილო პაჭკორიას. ხო, კარგი და რისთვის ასმევდნენ რომ რა არის? ბებია ჩემი მასმევდა. მე ეს დამალევინეს და ალბათ, მაგრამ ყველას გვასმევდნენ და რა ვიცი. რა ვიცი, ჰორმონალურ იმას აწესრიგებსო, ვითომ ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებსო, ზრდაში ხელს უწყობსო. და ვინც ახლა არ დალია, არ გაიზარდა არც ერთი. როგორ არ გაიზარდა? მაგრამ ნახე, ეგ არის რწმენა. აი ეგ მაგალით, აი როგორ წამთ და სჯეროდათ და ალბათ ეხა დღესაც არ ვიცი. არც არაფერს არ ვნებს ეგ წამალი, მაგრამ სიკეთე რა მოაქვს არ ვიცი, მაგრამ ხო სჯეროდათ რომ პატარა ბიჭუნებს თუ ამ წამალს დაალევინებდნენ, ესე იგი ჯამთელები და ამბავი. შესაბამისად, მაგალითად, მე მეზობელი მყავდა, რომელიც ბალახეულებით რაღაცებს აკეთებდა. მე მაგალითად ვიცი რაღაც ბალახები, აი თავშავა რაღაცეები, ხო? ჩაიში მე მომწონს ძალიან. ოღონდ ეხლა რაღაცა დიდი დაავადება რო გაქვს და რო ეუბნები რომ სიმსივნეს არ ჩენს ერთ კვირაში, ხო ტყუილი ამბავია ხო, ნუ ეს არა, ეს არ განიხილება, მაგრამ აი ბალახებით მკურნალობა, იმუნიტეტის ასამაღლებლად. რატომაც არა? ახლა რამდენი მალამოა, ხო? რომელიც დაარეგისტრირა ოფიციალურად ჯანდაცვის სისტემამ და მანამდე იყო ბალახეულები და ადამიანები მოტეხილობი. ახლა ჩვეულებრივად აფთიაქში იყიდება. ხო, წლობით ელოდებოდნენ აღიარებას ადამიანები. არა და მართლა კურნავდა რაღაცა კოლხური მალამო, ეს მალამო, ის მალამო, რაღაც მალამოები რო იყო რეგიონების მიხედვით, ხო? ყველა სხვადასხვა რაღაცა ბალახებით განსაზღვრდებოდა. მართლა კურნავდა დამწრობის წამალი, ამის წამალი. აღიარება რომ მოხდა, უკვე ნუ კი გასაგებია წარმოებელი წელში გამართულია, იმიტომ რომ ოფიციალურად აკითიაქში იყიდება, მაგრამ ასე რომ არ არის ასე მარტივად ხელწამოსაკრავი კულტურა. ესეც კულტურაა სხვათა შორის. ბალახეულებით მკურნალობა და ბალახების გამოყენება. მე მახსოვს, ოღონ ზუსტად ვერ გეტყვი რომელია, მაგრამ აი დაჟეჟილობის დროს, აი მაგალითად სისხლჩაქცევის დროს რაღაც ფოთლებს ადევდნენ და მე არ ვიცი ხა იმას ამოყავდა თუ არა და შველი და თუ არა, მაგრამ იყო ასეთი რაღაც მცენარე. ხო, არა, ხალხური მედიცინა რაღაცეების საფუძველი იყო. აბა რატო არის აი მაგალითად მე ძალიან მომწონს. სვანეთში ვიყავი და აივანზე გამოფენილი ქონდა ქალს ფოთლები. ოღონდ როგორ იყო, იცი? საღამოს შეიტანდა და დღისით გამოკონდა, დაახლოებით 5 დღე ვიყავი. რაღაც ბალახს აშრობდა, გესმის, სამკურნალოდ იყენებდა. აი დაახლოებით გავდა აი იმისი თუთუნის ფოთლები თუ გაქვს დიდები, იმ ზესუმზირას ფოთლები. და ამბობდა რომ ღამით სტენიანობა არ უხდება და ამიტომ მთის ხალხმა განსაკუთრებით იცის ასეთი ბალახეულების გამოყენება და მე
ჩვენ სხვათა შორის მე გეგმაში მაქვს აუცილებლად უნდა მოვიწვიო ფიტოთერაპევტი, ეს ოფიციალური მიმდინარეობაა მედიცინის ბალახეულით უნალობა და ძალიან საინტერესოა. ხო, მაქვს წინასწარი მოლაპარაკება დათო ვაშაძესთან და რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უძლიერესი წარმომადგენელი ამ მიმართულების. და ასევე მინდა შენ დამეთანხმები, შენ ძალიან გიყვარს ზოგადად ისტორია, მათ შორის საქართველოს ისტორია, ჟურნალისტიკის ისტორია და ასევე ძალიან საინტერესოა მედიცინის ისტორია და იმ მედიცინის ისტორიკოსი მინდა სამედიცინო უნივერსიტეტიდან მოვიწვიო კათედრიდან მედიცინის ისტორიის და ზოგადად ვილაპარაკოთ, ანუ როგორ ვითარდებოდა მედიცინა საქართველოში და მის ფარგლებს აი წეღანაზე ჩვენ ვილაპარაკეთ ბალახები და ამბავი. აი ფანას კერტელციციშვილების აი ეს ძველი სამედიცინო წიგნი როგორ და იქ არის აი ეს მოხარშე ის იმასთან დალიხა კი მე მხატვრულ კინოში კი გააშაყილეს დაახლოებით ეს ყვავის და მოხარშე და ქვა დანაყე და რაღაცები გასაგებია მაგრამ კი ხო იმიტომ რომ სანამ ოფიციალური მედიცინა იადიგარ დაუდიც რო ავიღოთ ახლა სერიოზული ტრაქტატია რა თქმა უნდა ხო ახლა შეიძლება იქ მართლა სიმსივნის განსაკურნებელი არაფერი წერია მაგრამ სერიოზული ტრაქტატია და ბევრი რაღაცის საფუძველია და სერიოზულ კვლევებზეა დაფუძნებული. ნუ ახლა სანამ ოფიციალურად პრეპარატები გამოვიდოდა და ამ კურსში წამაშა ადამიანები სწორედ ამიტომ მინდა მედიცინის ისტორიის ისტორიკოსი მოვიყვანო, მედიცინის ისტორიკოსი, რომელიც ხო, რომ ამ თემებზე უფრო ესე ვთქვათ, მედაშენზე კარგად ისაუბრებს და დაგვაყენებს ასე ვთქვათ, ფარდას ახდის ბევრ რაღაცას. ძალიან საინტერესო თემაა ახლა იქ ალეკო ოჩიაური იყო შენ მთა ახსენე და ალეკო ოჩიაური მთაში ტრეპანაციებს აკეთებდა. კი ბატონო. ტრეპანაციებს აკეთებდა და იმაში რა ქვია არახში ინახავდა ინსტრუმენტებს ხო ეხლა მე არ მინდა კიდე რამე შემიშალოს მე მახსოვს ეგ კი არა მაგალითად სტომატოლოგიურ კლინიკებში ადრე რომ მივდიოდით გადახარშული აი ვერცხლისფერში იმაში წამნემსები რო ეწყო და ის პრეპარატები ყველაფერი და ხარშავდნენ ჩვეულებრივად და იმითი გვიღებდნენ კბილს რა ქვია მარწუხებით და სახში სანამ აირჯერადი შპრიცები შემოვიდოდა სახში შენი ბებია და ბაბუ არ ხარშავდნენ სპეციალური ის რო იყო ესეთი სტერილიზატორი კი და იმას გაზზე დადგავდნენ და დუღდა და შიგნით შპრიცები იყო. კი, და მრავალჯერადი გამოყენების იყო ნემსი. და იმიტომაც იყო მტკივნეული და რამ წარეთ მაგ. მტკივნეული მარტომაც მაგიტო არ იყო. ნახე, მაგალითად მტკივნეული იყო. წამალის მტკივნეული იყო, მაგრამ მაგალითად მე მახსოვს ბავშვობაში ნემსის გაკეთების ტექნოლოგია. ნახე, როდესაც შენს რუბრიკას ხო გითხარი, რომ უყურებ ეგეთი რაღაცეები ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, როდესაც კუნთში ნემსი უნდა გაკეთებულიყო, ასე ხორცს მოკიდებდნენ, ამოწევდნენ ბოშს და იგიკეთებდა და ახლა პირიქით არის გაგიწევენ და იქ აკეთებს. ამას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რატო უჭერ ამას მტკივნებულია ისედაც, იმიტომ მე ნემსის ძალიან მეშინია. მე ანალიზებზე რო დავდივარ წელიწადში ერთხელ ყოველ პროფილაქტიკისთვის ყველანაირ ანალიზს რო ვიკეთებ, მან თოკებით მაბავე მე კარგად. ჭინჭყლი პაციენტი ხარ? მე მთელი ერთი დღე ფსიქოლოგიურად ვემზადები, 1000 რაღაცას ვკითხულობ, მე რომ მივდივარ ვეუბნები. ხო ყველა მოწესრიგებული ხარ, წევა ხო არავის არ აგავ, იმიტომ მეშინია ზედმეტად ნემსი არ დავარჩოდა. სხვათა შორის ეხა შენ ნემსის გაკეთებას ანუ ინექციაზე ქონდა ერთ-ერთ ფილმში რა მაქვს ნანახი იცი ეხა ვერაფერს ვერ იგზნობთო და გაუქანებს აი დუნდულა კუნძზე თელი ძალით დაარტყავს ხელს და მერე უცებ შპრიცს მიაყოლებს. ანუ ესეთი მეთოდიც არსებობს. იმ თავს მიარტყავს ხო მარტო. აი ჭაღა დაარტყავს ტკივნეული მოგეთ ოპ და ოპ. მე ბევრი ვიცი ჩემს ოჯახშიც და სხვაგანაც თვითონ რომ იკეთებენ მე. დედა ჩემი თვითონ იკეთებს. მართლა ხო? ხო. ჩემი ცოლიც. მე ვერა. სხვას გავუკეთებ, აი სხვას გავუკეთებ. მე არა. და ანალიზებზე აქ აი მთელი 3 სართული ჩერდება კლინიკაში რომ მე ანალიზის ფენიდან ხო არა აი განა ის რომ ნემსში ჩხედის ფსიქოლოგია შვება აი ვერ აი ის ნემსი რომ მოდის აი ისტერიკა მემართება მაგრამ აი ვერ ვხსნი მაგას რა შიშია ეგ ეხლა მაგაზე გამახსენდა ჩემი ყველაზე პატარა შვილი რომელიც უკვე 28 წლის არის და თვითონ შვილი ყავს ნანიკოს იცნობ შენ კარგად აი დედა აცრებზე რო დამყავდა ბიჭები არა ეგრე არ იყვნენ დედა ეს იყო ისტერიკა აქვს ხო აი ესე და ერთხელ მივიყვანე რომელიღაცა გეგმიური აცრა უწევდა ახლა აღარ მახსოვს რა კონკრეტულად რომელი და აი ესე ხო დავბოდით განყოფილებაში ამ შპრიცით ეგთანი და დავსდევდით რომ გავუკეთებინა აბა იქ და ბოლოს სად გავუკეთეთ იცი ავტობუსის გაჩერებაზე გარეთ ოჯახ ნანიკო ოჯახ აბარა
მოვიარეთ ყველა განყოფილება ძალიან რთულია. მიმღებიდან გავიქეცით მერე და ავტობუსის გაჩერებაზე იქვე ავტობუსი დიღომში ავტობუსის გაჩერებაზე გავუკეთეთ. მე მისი მესმის. აი რამდენი ვიდეოს ნახავ ისტერიკა რო ჭირთ ხოლმე და ჩემსოს უყრი რომ მარტო მე არ ვარ დედამიწაზე ვისაც ისტერიული შიში აქვს ნემსის გაკეთების. ოღონდ ჩვენ ვერ აგიხსნით რატო გვეშინია იმის. უშუალოდ იქ ჩხლეტის კი არ მეშინია, უბრალოდ ნემსის მეშინია. ხო და მე გლახად ხო ვერ მოვიქცევი 1000 კაცით გუშინ ტელევიზორში რომ მიყურა და დღესდღეობით გლახად ვიქცევი რანაირად არის და ატანა მიწევს. უიშ ნემსზე გამახსენდა კიდე შენთვის სიახლე მაქვს. აბა დავჩიპე გუშინ ჩემი ძაღლი. დაჩიპე? დავჩიპე ხო. ჩვენ ძაღლები გვყავს მე და გოდერძის და ეხა სავალდებულო არაფერი არ არის. გოდერძი აბსოლუტურად არაფერი არ არის. მივეცი და 20 წამში დამიბრუნეს. მართლა? ხო, ასე კისერში კეთდება, არც დაუწყმუტუნია. ასე რომ მიიყვანე შენ კარგი ვეტერინარი ყავს და ხო. და დაჩიპე ხო, იმიტომ რომ ვადა რა გითხეს ოდემდე არის. სამუდამო. ხო, და ბოლოსკენ ასეთ შეკითხვა მექნება შენთან, პანიკა მამა ხარ? კი, ოღონდ არ ვიმჩნევ. ხაი მაგალითად ბავშვობაში ანდრია დიდი ბიჭია უკვე სადაც არის ცოლს მოიყვანს და თამადაკი ყავს ქორწილში. შენ გენაცვალე, გადასახდელი არ მაგ და არაფერი. არაფერი, მე უფასოდ მოვალ, მე მაინც. კარგს შეჭამ, კარგს დავლევ, კარგს ვილაპარაკებ. ხო და აი პატარა რო იყო ანდრია დაუშვათ აი სახადები, ვირუსები, ან ძალიან პანიკო? ძალიან ერთხელ ცირამ რაღაცა ეს მოფერების დროს თავზე რაღაცა ხალი არ მოეწონა. აჰა. მე ისტერიკა დამეწყო. სანამ გაიგე რა იყო შენი დაგემართა, ხო? წადი ანდრია ბავშვებში ითამაშე ქვემოთ და ეზოში რო გავუშვით 2 იანვარია. მეთქი ეხა აი ვისაც ბაჟეში აქვს, საცივში აქვს, თავი ჩაყოფილი ექიმი. ყველა გააღვიძეთ. ყველა გავაღვიძოთ, გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან და გავიგოთ რა ჭირს. ესე იგი 2 იანვარია, 2 იანვარი იცი ხო ჩვენთან როგორ არის? რას ლაპარაკობ? მე თუმცა არც 2 იანვარი არ მახსოვს. ხო შენ არა ხო ის მეც ვიკითხე რა ვიღაც. არა, ვიღაცა მაინც მეკითხა. კალენდარული დღე როა ვიცი? იცი, კი. 2 იანვარი. ბოლო 20 წელი არ გავხსოვს. ფიზიკურად არ მახსოვს. მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელოთ, წავიყვანეთ ექიმთან და გითხრეს რომ არაფერი სერიოზული, მაგრამ ჯობია რომ ამოვაჭრათ ხალი. ხო, შოთიკოზეც ქონდა ზუსტად ჩემ შოთიკოს. ამოვაჭერით 3 იანვარს ეს ხალი და ოთახში რო შეიყვანეს ამოსაჭრად და რო გამოვედი გარეთ და ინახა რომ მე ვიტირე. უიდედა. მე ისტერიკა მჭირს. არა, მეც ისტერიკა მჭირს. მეც მიუხედავად იმისა რომ ექიმი ვარ ვაი ხშირად მე უნდა დედაჩემი მე თვითონ დედაჩემი არის ძალიან ისეთი ყოჩაღი. ყოჩაღი. აი ჩემი სოლია ეგეთ დროს მე აქეთ ვარ დასამშვიდებელი. ხო, აი დედაჩემი აქეთ გვამშვი 80 წლის ქალია წარმოიდგინე. და რას ლაპარაკობდა რა უნდა იყოს და როგორ და რანაირად ეხა ზუკაზე ჩვენ შენიცი ძალიან ცუდი რამე გვითხრეს ლიმფომაზე გქონდა ეჭვი და მე მოკლედ სამინისტრომ დამაფინანსა დიდი პატივი მცეს და ავსტრიაში დიდი მადლობა სოსონ ანობაშვილს რომელიც ჩვენი საამაყო ქართველი ექიმია მოღვაწეობს ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმან დამაყენა სწორგზაზე და მოკლედ გადავჭი ჩვენ ამ თემაზეც ვილაპარაკეთ სწორ ექიმთან მაგრამ სანამ გადავჭი მე ძმაო არ ვიცი ალბათ აი ახლა ხვალ რომ მოვკვდე შეგიძლია თქვა რომ ამას კიდე 10 წელი უნდა ეცოცხლაო და იმ წლები იმ ზუკას ამბებზე დაკარგა ეს 10 წელი. ეს ყველა იცი რა მე არა არიან ადამიანები განსაკუთრებით აი ბოლო პერიოდში რო ჩანან აი მარტივად ბავშვს ხელს არ ტყავენ რაღაცებს შვებიან და სასამართლოებში დარბიან. არა ეხა ჩვენ განსაკუთრებული სულ მგონია რომ აი განსაკუთრებული ემოციები გვაქვს აი შვილების მიმართ და რაღაც ახლა უბედურება ომი და მიწისძვრებზე რა ხდება ხო გვინახავს ვიდეოები შობლები შვილს როგორ პირიან და დიდი ტრაგედია დაატრიალდა ვერ ვუყურებ არადა აი როგორი აი შვილს რო ეძებს აი თურქეთში რო იყო კიდე აი мама რო ბავშვებთან ჩვენთანაც რომ ჩამოინგრა ხო გახსოვს корпуსი რო ჩამოინგრა აი мама როგორი იყო აი ღმერთმა არავის არ განაცდევინოს მაგრამ ჩვენ გვაქვს ეს სენსიტიური დამოკიდებულება რა თქმა უნდა პანიკა გვეწყება იმ წუთში მაგრამ ეს მომენტიც არის მე მაქვს ეს მომენტი რომ ვიპანიკო ჩემთვის რომ არ შეიმჩნიონ რომ მე მაგაზე ვპანიკობ იმიტომ რომ ამით უფრო ხელს უწყობს საჯარო პანიკა არა ანდრიას ანდრიას არც არასდროს ბავშვებს მეც არ ვანახებ არ გაუგია მაგრამ ჩემ ცოლს შევჭამ ცალკე ხო ეგრე კი ჩუმად კი ჩუმად ხო შენი უნდა შეჭამო აბა სხვისას ხო არ შეჭამ
მომინდომა ხო ამანაც. მომინდომა. ხო, არა, ნუ ეს პანიკა მეც მაქვს. კი, არა. იცი რა არის? აი, სხვადასხვა აუცილებელია ასეთ დროს, ოღონდ სხვა არ შეაშინო და რაღაცა, მაგრამ აუცილებელია იცი რატო მე მეტი ისი მითხარ, ყურადღებით ხარ რაღაცა არ ყველაფერს ყურადღებას ვაქცევ რა, ანუ არაფერს არ. ის კი არა, ვაიმე რატო დაემართა და რაღაცა არა. ეხა რა ხდება მე? ხო, აი როგორ და რა და ეგრევე დავრეკავ, ეგრევე წავიყვან, რაცა შენი თქმის არ იყოს, რა დღეც არ უნდა იყოს. დასვენების დღე ახლა ექიმები კი მყავს, ღმერთის წყალობით გარშემო კარგი ექიმები, კარგი მეგობრები, რაც არ მიჭირს და ყველა გვერდში მიდგას და დიდი მადლობა მათ ყველას, ბევრი კიდე აქ მოსასვლელია, ასე რომ მადლობა შენ რომ მოხვედი. იცი რა, მედიცინაშიც ბევრი რაღაცა შეიცვალა ბოლო პერიოდში მართლა, ბოლო რამდენიმე ათეული წელია. აი ისე აღარ არიან კლინიკები, რაღაცა ექიმების დამოკიდებულებებით შეიცვალა. რატო ისი ბევრი ექიმი გადამზადდა, ბევრი საერთაშორისო კონგრესზე მიდის, ჩამოდიან, მიდიან, რაღაცები წინ ვითარდება. ვინც არ ვითარდება, ხო, ვითარდება, კი. ახლა ვინც მკვდარი იყო, ის მკვდარია და 100 წელიც რომ გავიდეს, განვითარება რო არ უნდა ესეთ ადამიანს, ქვია მკვდარი. თუ არ ვითარდები, ხო, პროფესიულად მკვდარი, ხო. ძალიან ხშირად ამბობენ, აი თბილისში წავიყვანო, რეგიონებში ძალიან კარგი ექიმები არიან. ძალიან ლაბორატორიები არაჩვეულებრივი. ჯერ ეს ერთი, ანუ ადრე იყო ესეთი დამოკიდებულება, აი მაგალითად რესოფელში იტყოდნენ, რომ აი ექიმთან პროფესორთან ყავდა თბილისში. ხო, ანუ თუ პროფესორი იყო, ანუ აი ამბავია. არა და იქვე ყავს ეს პროფესორის და პროფესორზე უფრო მაგარი. პროფესორი რომ არის, გესმის, ანუ გამოცდილება, განათლება, გასაგებია და რაც მეტია და კარგია, მაგრამ ის რომ ყველა იმიტომ რომ პროფესორი თბილისში ცხოვრობს, შეიძლება მთელმა ქვეყანამ თბილისში იაროს პაციენტით, ხო არა? ძალიან ბევრია, მაგალითად ჩემი მეუღლე, როდესაც პაციენტი ურეკავს, ეკითხება რეგიონიდან არის. ეუბნება იმ კლინიკაში მიდი, იმ ექიმთან მიდი, იქ ბათუმია, ფოთია, ზუგდიდია, თელავია, ყველგან არიან ძალიან კარგი ექიმები. გლახა თბილისშიც არის. თბილისშია გლახა თუ არა. არ მინდა ყველაფერი მათქვევინა. შენ ხო ჩემზე უკეთესად იცი. ხომ უბრალოდ ეს პრობლემა არის. სწორ ექიმთან მოხვედრა. პროფესორ სანახეძე გამახსენდა რა. ჩემი ერთი კაი მეგობარია რა, სახელმწიფოგვარებს არ დავასახელო. ხო. ჭიათურელი და სოფელში ყავდა დიდი ბებია. აჰა. ეს დიდი ბებია იყოს 100 წელს მიტანებული რა და მოკლედ რაღაც ნევროლოგიური პრობლემა ქონდა, არაფერი ისეთი რა, ასაკობრივი რა. ასაკობრივი ხო. და აბა და მოკლედ ჩაიყვანეს თბილისიდან პროფესორი ნევროლოგი. და გასინჯა პროფესორმა რაღაცა კიდე და ნუ ეხა არაფერს არ უნიშნავს რა, არაფერი, ნუ არ არის რა, არაფერი არ არისო. კაიკვება სითხე, ბევრი სითხე მიეცითო, ხო, ნუ ეხა 100 წელს მიტანებული ქალბატონი წევს და ესა და კავშირი არ მოეშვნენ რა, ეს დაუნიშნე ზამალიო. ხო, რამეო გითხარითო რამეო და ამან უთხრა. რა ვიცი რა, კაცი უნდა ალბათო რა. გაიხობრა ექიმმა რა. ხო და კარგითო რა ბატონო, და უცებ იქიდან დიდი ბებია. აი თქვენ ასწავლით პროფესორსო. კარგი გოდერძი, მადლობა რომ მოხვედი. პირიქით მადლობა. გადატვირთული გრაფიკი გაქვს, გოდერძი პედაგოგიური მოღვაწეობით არის დაკავებული, საერო საქმეებს აკეთებს, დადის რეგიონებში, სხვადასხვა მუზეუმებში, სხვათა შორის შენ შეპირებული ხარ კიდე რამდენიმე პირად ნივთების გაკეთებას იმედის დილაში და კი. მე მახსოვს. კი. მეცაც გეტყვი ბარემ შენს გადაცემაში ვიტყვი ჩვენ. თქვი. აი ბოლომდე არ ვიტყვი. ძალიან მაყურებელი, ჩემი მაყურებელი, ჩვენი მაყურებელი წლის ბოლოსკენ ძალიან კარგ ხუთ პროექტს ნახავს. ვა, რა მაგარია. ბატონო, ექსკლუზივი ვერ დავდეთ პოდკასტში, ექსკლუზივი. ჯერ არ ვამბობთ რა, მაგრამ მე კიდე მოვიწვევთ, როდესაც ამ ხუთ პროექტს ვნახავთ. მოკლედ, აილაინი არის ჩვენი სპონსორი, თვალის კლინიკა, არაჩვეულებრივი კლინიკა, პროფესიონალებით დაკომპლექტებული, ყველა პრობლემას მოაგვარებთ იქ, ყოველგვარი დისკომფორტის და ასე ვთქვათ, ტკივილის გარეშე სწრაფად და მარტივად. მე გემშვიდობებით, მადლობა გოდერძი შარაშიას.